და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩვენი დღევანდელი ლაივის თემა შიშები ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენ ვისაუბრებთ იმ შიშებზე, რომელიც ძალიან ხშირად ადამიანს უშლის ხელს ცხოვრებაში, რაც შეეხება. მადლობა ნათია. რადგანაც კარგად ისმის, შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ჩვენი თემა. და დავიწყოთ იმით, თუ რა არის საერთოდ შიში, იმიტომ რომ შიშს ყოველთვის განვიხილავთ როგორც რაღაც ნეგატიურს, რაღაცას ისეთს, რაც ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამავდროულად ჩვენ შიში გვეხმარება იმაში, რომ გადავრჩეთ და თუ არა შიში, ჩვენ ალბათ ვერ მივაღწევდით ზრდასრულობას. შესაბამისად, შიში როგორც ემოცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ემოცია. ერთ-ერთი ყველაზე პირველი ემოცია ადამიანის ცხოვრებაში, რომლის ფუნქციაც არის ადამიანის გადარჩენა. თვით გადარჩენის ინსტინქტი ეს არის შიშზე დაფუძნებული ემოცია და შიში ყოველთვის ჩნდება სიტუაციებში, სადაც ქვეცნობიერის ან ცნობიერის აზრით და რა თქმა უნდა, ქვეცნობიერიდან გამომდინარეობს შემდეგ უკვე ცნობიერი. ადამიანის ცხოვრებაში რაღაცა საფრთხილო, სახიფათო, საგანგაშო ამბავი ხდება. შიში, როგორც ასეთი, ქმნის ორგანიზმში ისეთ ცვლილებებს, რომელიც ეხმარება ადამიანს მოქმედებაში. რა ტიპის მოქმედება შეიძლება განახორციელოს შიშის დროს? ეს არის სამი ყველაზე ისეთი ცნობილი მოქმედება: თავდასხმა, გაქცევა ან გაყიდვა. თავდასხმას ვახორციელებთ მაშინ, როდესაც საშიში ობიექტი არ განიხილება ჩვენზე უფრო ძლიერად. გაქცევას ვახორციელებთ მაშინ, როდესაც განიხილება როგორც საშიში. გაყინვა კი გვაძლევს თითქოს ერთგვარ პაუზას, რადგან ვერ მოხდა დროულად გააზრება იმის თუ რამდენად საშიში თუ არც ისე საშიში არის ეს ობიექტი. ეს რაც შეეხება შიშს და ჩვენ ვისაუბრებთ შფოთვაზე და ვისაც გაწუხებთ შფოთვა, გთხოვთ უბრალოდ პლუსი დაწეროთ კომენტარებში, რომ ვიცოდეთ რაზე ვსაუბრობთ, რამდენად თქვენთვის აქტუალურია შფოთვა. შფოთვა ეს არის შიში, რომელმაც მიიღო ნევროტული ფორმა. შიში, რომელსაც არ აქვს დრო, ანუ არ არის აქ და ამჟამად. შფოთვის დროს ადამიანი შეიძლება გარბოდეს ძალიან შორს მომავალში და შფოთავდეს იმაზე, რაც შეიძლება, ან არ შეიძლება მოხდეს მომავალში. და ასევე შფოთვის შემთხვევაში არ არის რეალური ობიექტი, რომელიც უნდა შეფასდეს და რომელთან მიმართებაში ადამიანმა უნდა განახორციელოს გარკვეული ტიპის ქცევა, რეაგირება. შესაბამისად, შფოთვის შემთხვევაში ჩნდება ძალიან სერიოზული დაძაბულობა, შინაგანი და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ხშირი სიმპტომი შფოთვის, როდესაც მე მაქვს გარკვეული მოქმედების ენერგია, შფოთვით გათავისუფლებული ენერგია, მაგრამ მე არ ვარ იმ დროში, ან არ ვარ იმ ობიექტთან, რომ ვიმოქმედო. ნახეთ, შესაბამისად, ამ დროს შიშის და განგაშის ენერგია რჩება ჩემს სხეულში და თუ კი ეს არის ერთჯერადი ფაქტი და დაკავშირებულია მაგალითად სტრესულ სიტუაციასთან ან ჰორმონალურ ცვლილებასთან, ამ შემთხვევაში გადაივლის და ადამიანს ძალიან მარტივად დავიწყდება. თუმცა აი ვხედავ პლუსებს კომენტარებში, როდესაც ჩვენ გვაქვს შფოთვა როგორც რაღაც მუდმივი თანამგზავრი ჩვენი ცხოვრების, ჩვენ უკვე ვსაუბრობთ შფოთვით მდგომარეობაზე. შფოთვითი მდგომარეობა შეგვიძლია ესე მარტივად განსაზღვროთ, ნახეთ როგორ ეს არის შფოთვით რეაგირება სიახლეებზე და შფოთვით აღქმა ნებისმიერი სიახლის ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც მე არ ვიცი ჯერ რა არის, მაგრამ ჩემი პირველი, ჩემი ესეთი ავთენტური რეაქცია არის ჯერ შფოთვა და ამის შემდეგ უკვე გავერკვევი და შეიძლება გამეცინოს რა მაშფოთებდა ან რა მანერვიულებდა, ხო?
იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს შფოთვითი მდგომარეობა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ გარე სამყაროზე შფოთვით რეაგირება. როგორ ვაკეთებთ ამას? უმრავლეს შემთხვევაში ეს არის ვიღაცა მნიშვნელოვანი ზრდასრული, დედა, ბებია, პედაგოგი, ვიღაცა ვინც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ვინც უკვე შფოთვით რეაგირებს სამყაროზე. ანუ თვითონ არის შფოთვითი. და როდესაც ის რეაგირებს შფოთვით, მე ბავშვობაში, როდესაც ვსწავლობ როგორ გადავრჩე ამ სამყაროში, ხვდები რომ შფოთვა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც იყენებს ჩემთვის მნიშვნელოვანი ზრდასრული, შესაბამისად მომავალში მეც დიდი ალბათობით ამ მექანიზმს გამოვიყენებ და შეიძლება ჩამომიყალიბდეს ეგრეთ წოდებული შფოთვითი ხასიათის ტიპი, ან შფოთვითი ხასიათის სტრუქტურა. ასეთი ხასიათის სტრუქტურის შემთხვევაში ნებისმიერი სიახლე ადამიანში იწვევს შფოთვას. ადამიანი შფოთავს იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა, შფოთავს იმაზე, რაც მისთვის ჯერჯერობით უცნობია და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს გააზრებას და ვთქვათ, უფრო ყურადღებით იკვლევს კონკრეტულ ობიექტს. მაგალითად, შევიდა ოთახში და ხედავს ყუთს. შფოთვითი ხასიათის მქონე ადამიანი აუცილებლად იგრძნობს შფოთვას და ინერვიულებს რადევს ამ ყუთში და არასდროს არ იფიქრებს, რომ ალბათ ვიღაცამ საჩუქარი გამომიგზავნა. პირველი რეაქცია იქნება შფოთვა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ვიღაცამ საჩუქარი გამოუგზავნა. შფოთვითი ხასიათის სტრუქტურა ადამიანს ხელს არ უშლის ცხოვრებაში, მაგრამ თუ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიახლეა, ძალიან ბევრი სტრესორია და ადამიანს მუდმივად ჭირდება ადაპტირება და იმ შემთხვევაში თუ სტრესორების რაოდენობა აღემატება ადაპტაციის რესურსს, ადამიანი ვეღარ უძლებს, ვეღარ ახერხებს ამდენ ადაპტაციას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია შფოთვითი ხასიათის სტრუქტურა შფოთვით აშლილობაში გადავიდეს. და როდესაც შფოთვით აშლილობაზე ვსაუბრობ, ეს არის შფოთვითი მდგომარეობა, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში უშლის ხელს, ზღუდავს მის ყოველდღიურ ცხოვრებას, ცხოვრების სტილი ეცვლება და ადამიანი იძულებულია მოერგოს ახალ მოცემულობას, რომელსაც შფოთვით აშლილობას ან ალბათ თქვენთვის უფრო ნაცნობ სახელს ნევროზს უწოდებენ. რა არის ნევროზი? ნევროზი ეს არის ერთგვარი ინტოქსიკაცია ორგანიზმის, რომელიც გამოწვეულია სტრესის სიჭარბით, სტრესორების სიჭარბით ადამიანის ცხოვრებაში. ანუ ადამიანი ძალიან ბევრ გამოწვევას უმკლავდება და აწყდება ცხოვრებაში და თუ ვეღარ ახერხებს გამკლავებას, ის ინტოქსიკაცია უკვე ვლინდება როგორც შფოთვითი აშლილობა. შფოთვითი აშლილობის სიმპტომები ძალიან მრავალმხრივია და აქ ამოვწერე კიდევაც რომ არ დამავიწყდეს რამე, მაგრამ მაინც მხოლოდ ძირითადები ამოვწერე. პირველი ჯგუფი სიმპტომების ეს არის ფიზიკური სიმპტომები, რომლებიც როგორც დაავადება, როგორც რაღაც ფიზიკური პრობლემა, ისე აღიქმება. მაგალითად, ეს არის სიმძიმე გულმკერდის არეში, გულის ფრიალი, ტკივილი და ძალიან ხშირად ადამიანს გონია, რომ გულის დაავადება ჭირს. რაღაცა ისეთი შეგრძნებები აქვს, რომელიც გავს ნამდვილად გულის დაავადებას, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა არის გავს და არ არის და ძალიან ხშირად ადამიანი პირველ რიგში მიმართავს ექიმ კარდიოლოგს ან ოჯახის ექიმს და მერე ხდება იმის გამორკვევა, რომ იცი რა, შენ არაფერი არ გაქვს გულის მხრივ და ალბათ შენ ნევროპათოლოგი ან ფსიქიატრი გჭირდება. აქვე გეტყვით, რომ არ გჭირდებათ ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი. ნევროპათოლოგს და ფსიქიატრს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომების შემცირება, თუმცა ინტოქსიკაცია მაინც გაგრძელდება და მედიკამენტის მოხსნის შემდეგ თუ კი სტრესორი არ შემცირდა ან ადამიანის ადაპტირების უნარი არ გაიზარდა, სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს და ზუსტად ამით აიხსნება, რომ წლობით მკურნალობენ შფოთვით აშლილობას, მედიკამენტებით, მედიკამენტს ხსნიან და მდგომარეობა ბრუნდება. ბრუნდება ვინაიდან ადამიანი არ მუშაობდა ამ სიმპტომის გაჩენის მიზეზზე და არ მუშაობდა იმაზე, რომ ეს მიზეზი აღარ ყოფილიყო მის ცხოვრებაში. შესაბამისად,
პირველი სიმპტომი ეს არის გულის პრობლემა. გულთან ერთად ძალიან ხშირი არის სუნთქვის გაძნელება. ეს შეიძლება იყოს ჩასუნთქვის ან ამოსუნთქვის შეკავება, ზედაპირული სუნთქვა, ქოშინი და ჰაერის უკმარისობა. ესეც ძალიან შემაშინებელი სიმპტომებია და ადამიანი ამ დროს გრძნობს სერიოზულ განგას, შირს და მას გონია, რომ შეიძლება დაიხჩოს, მოკვდეს ან რაღაცა უფრო მძიმე დაემართოს. კიდევ ერთი ძალიან ხშირი სიმპტომთა ჯგუფი ეს არის კუჭ-ნაწლავის სიმპტომები. ეს შეიძლება იყოს ფაღარათი, გულის რევის შეგრძნება, ტკივილი კუჭის არეში, გულის რევის ან გულის არევის შიში და ასე შემდეგ. ნაწლავები ძალიან დაკავშირებულია ჩვენს ნერვულ სისტემასთან და ნებისმიერი სტრესი ნაწლავურ სისტემაზე აისახება, მათ შორის ეს შეიძლება იყოს შფოთვითი აშლილობა, ამიტომ კუჭ-ნაწლავის მხრივ ჩვენი ჩართულობა აი ამ სიმპტომატიკაში სავსებით გასაგებია. შემდეგი ჯგუფი ეს არის ოფლიანობა და ეს შეიძლება იყოს ცივი ოფლი, შეიძლება იყოს სახეზე ოფლი, გარკვეულ ზონებში ოფლი, მაგალითად კიდურების ოფლიანობა და ასე შემდეგ. ეს შეიძლება იყოს ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სიმპტომები, თავბრუსხვევა, დაბნელება თვალებში, აღქმის ან ყურადღების პრობლემები და ამ დროს ადამიანს გონია, რომ კარგავს გონებას, გული მისდის, მას გონია, რომ ეხლა გაითიშება, ვეღარ გაუძლებს და ვეღარ მართავს საკუთარ სხეულს და საკუთარ ქცევას და შეიძლება ამ დროს გაუჩნდეს გაგიჟების შიში. მე ეხლა ზუსტად ჩემ პაციენტების სიტყვებს ვიყენებ ამ დროს, როდესაც ვამბობ გაგიჟების შიში. ასევე შეიძლება იყოს სიმპტომები დაკავშირებული ძილთან და ძილის დარღვევასთან და ყველაზე ხშირად ეს არის უძილობა ან არასაკმარისი ძილი, ან შეიძლება იყოს მშფოთვარე ძილი. ასევე ძალიან ხშირია მოუსვენარი ფეხების სინდრომი, როდესაც ფეხები მოძრაობს და ასევე ძალიან ხშირია ძილის პარალიზი, როდესაც ადამიანს ეღვიძება და გონია, რომ ვერ მოძრაობს, ნამდვილად ვერ მოძრაობს, ეს არის რაღაც რამდენიმე წამის მდგომარეობა, თუმცა ადამიანში ძალიან ძლიერი განგაშის და შიშის განცდა ჩნდება და ასევე ეს შეიძლება იყოს ესეთი დისოცირებული მდგომარეობები, როდესაც ადამიანს აქვს განცდა, რომ საკუთარი სხეული დატოვა და გვერდიდან უყურებს საკუთარ თავს, ან იმ სიტუაციას, რომელშიც იმყოფება, ესეც ძალიან დიდ შირს იწვევს ადამიანში. კიდევ ერთი ჯგუფი სიმპტომების ეს არის ემოციური მდგომარეობები. და პირველი ეს რა თქმა უნდა მოუსვენრობაა, როდესაც ადამიანი დიდხანს ვერ ჩერდება ერთ ადგილას, ვერ იჭერს პაუზას, ვერ ისვენებს, ვერ დუნდება. ამ დროს მას გარკვეული შიშის და განგაშის განცდა აქვს, მას აქვს აუცილებლობა, რომ რაღაცა აკეთოს მუდმივად. ის მუდმივად გაღიზიანებულია, მისთვის ხუმრობაც შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი. და ასევე მას აქვს საკუთარი ემოციების კონტროლის სირთულე. ჩვენ ვიცით, რომ ყველა ემოციის კონტროლი შეუძლებელია, თუმცა ჩვენ გვაქვს ნებელობა და შეგვიძლია ვმართოთ ჩვენი ემოციური სფერო მეტნაკლებად. შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში ეს მართვის უნარი მცირდება და ადამიანი იძახის, რომ ადრე უფრო მშვიდად ვიყავი მსგავს სიტუაციებში და ეხლა უფრო მძაფრად ვრეაგირებ. ცოტა ხანში გაიგებთ რატო. და ბოლო ჯგუფი ეს არის ესეთი მენტალური და ქცევითი ჯგუფი, როდესაც ადამიანს აქვს ნეგატიური ფიქრები, მას აქვს რაღაც უიმედობის, განგაშის ფიქრები, რომ აი რაღაც აუცილებლად მოხდება ცუდი, ამ ცხოვრებას აზრი არ აქვს, ან რა აზრი აქვს ჩემს გარკვეულ დღევანდელ ქცევას, როდესაც საბოლოო ჯამში ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება. ადამიანს ჩაკეტილობა ახასიათებს, ის იკეტება საკუთარ თავში, საკუთარ ოთახში, საკუთარ სახლში, ცდილობს, რომ აღარ კონდეს კონტაქტი ჯერ გარე სამყაროსთან, მერე ახლობლებთან და თანდათან უფრო და უფრო
საკუთარ თავში იკეტება, ან პირიქით ზედმეტად გახსნილი ხდება. მას მუდმივად ჭირდება ვიღაცა ან ვიღაცეები იმისთვის, რომ თავი იგრძნოს მშვიდად და ამიტომ ის მუდმივად სოციუმთან კომუნიკაციაში ატარებს დროს და თავს ვერ გრძნობს დაცულად და კომფორტულად, მაშინ, როდესაც განმარტოვებულია. და ბოლო ეს არის გაქცევის სურვილი, ანუ ადამიანები ხშირად კონსულტაციაზე, როდესაც ვეკითხები, აი რა სიმპტომები გაქვს, ამბობენ, რომ მინდა სადღაც გავიქცე, რაღაცა ისეთ გარემოს განვერიდო, მაგრამ სად გავიქცე და როგორ გავიქცე, არ ვიცი, არ მაქვს არანაირი ვთქვათ, რესურსი ან ინფორმაცია ან ცოდნა როგორ გავიქცე. ეს არის ძირითადი სიმპტომები, თუმცა გარდა ამ სიმპტომების უამრავი სხვა სიმპტომი შეიძლება გქონდეს ადამიანს, როდესაც ჩვენ შფოთვით აშლილობაზე ვსაუბრობთ. შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ის დაავადებები, რომლებიც შფოთვით ვლინდება. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ჰორმონალური დისბალანსი, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელსაც სიმპტომებში, რომლის დარღვევასაც სიმპტომებში აქვს შფოთვა, ეს არის ფარისებრი ჯირკვალი. ამასთან ერთად ეს არის სქესობრივი ჰორმონები და ქალბატონების შემთხვევაში ეს ბევრად უფრო გასაგებია, გაახსენდებათ ალბათ პრედმენსტრუალური სინდრომის დროს, როგორ იცვლება მათი განწყობა და ხშირად აქვთ ხოლმე ესეთი უმიზეზო შფოთვა და ასევე კლიმაკტერულ პერიოდში უჩივიან შფოთვას და ზუსტად ამ დროს ჩვენ ხედავთ როგორ ვლინდება ჰორმონების ცვლილება სხეულში შფოთვითი სიმპტომატიკით. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ თქვენი შფოთვა გამოწვეულია ჰორმონების დისბალანსით და იმ შემთხვევაში თუ ამ დისბალანსით არის გამოწვეული, ექიმი, ენდოკრინოლოგი დანიშნულებით შეცვლის თქვენს ჰორმონალურ დისბალანსს და დააბალანსებს მას და შესაბამისად ყველა ეს სიმპტომი, რომელიც მანამდე ნევროზის ან ნევროტული გეგონათ, ალაგდება. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის იმ მიკროელემენტების და ვიტამინების ნაკლებობის რეგულირება, რომელიც არის გამომწვევი, რომელთა ნაკლებობა ვლინდება შფოთვითი სიმპტომებით. ეს არის D ვიტამინი, მაგნიუმი, B-ჯგუფის ვიტამინები და მათი ნაკლებობის შემთხვევაში ადამიანი ხშირად უჩივის შფოთვას, დაძაბულობას, განგაშის განცდას და რა თქმა უნდა, ანალიზების ჩაბარებით და სწორი მკურნალობით ასეთი ტიპით გამოწვეული შფოთვა ალაგდება და არანაირი ფსიქოთერაპია, ფსიქიატრი, ნევროპათოლოგი არ დაგჭირდებათ. და როდესაც ეს ყველაფერი გამოირიცხება, მერე უკვე მოდის ფსიქოთერაპიის ჯერი. ფსიქოთერაპიის და არა ფსიქიატრიის და ნევროლოგიის, რადგან ფსიქიატრია და ნევროლოგია საერთოდ მომიჯნავეა და იდეაში არც კი განიხილება როგორც ნევროპათოლოგის საქმე შფოთვითი აშლილობა, თუმცა ფსიქიატრები ნიშნავენ შფოთვის დამწევ პრეპარატებს და იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მიმართავს ფსიქოთერაპიას, ეს პრეპარატები არის საჭირო მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადამიანს უჭირს სახლიდან გასვლა, უჭირს საკუთარი თავის მოვლა ან რაღაცა სხვა მსუბუქ და საშუალო შემთხვევებში მედიკამენტოზური მკურნალობა არც თუ ისე წამყვანია და უბრალოდ ეხმარება ადამიანს სიმპტომების მართვაში და როგორც უკვე ვთქვი, დროებითია, რადგან თუ არ მოგვარდა სტრესორი და თუ არ მოგვარდა ამ სტრესორზე რეაგირების ფორმა, ამ შემთხვევაში მედიკამენტის მოხსნის შემთხვევაში ავტომატურად შფოთვითი სიმპტომატიკა დაგიბრუნდებათ. რას ნიშნავს ფსიქოთერაპია? ფსიქოთერაპიაშიც რამდენიმე მიმდინარეობა შემიძლია გამოვყო და ყველაზე ესეთი ხშირად გამოყენებადი ეს არის CBT, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, რომელიც ეხმარება ადამიანს ამოიცნოს ის ფიქრები და გრძნობები, რომელიც აქვს შფოთვითი მდგომარეობის დროს და შეცვალოს, ანუ ჩაანაცვლოს ისინი. აქ ჩვენ მუშაობთ ქცევაზე
და არა მიზეზზე, რომელიც ამ ქცევას იწვევს. რაც შეეხება სიღრმისეულ ფსიქოთერაპიას, ეს არის შედარებით ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ეხმარება ადამიანს შეცვალოს არა ქცევა, არამედ მიზეზი, რომელიც აი ამ ქცევასთან მიდის ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში სტრესორების რაოდენობა მატულობს. შესაბამისად, ჩვენ მუშაობთ მიზეზზე, ვმუშაობთ ფსიქოთერაპიული ტექნიკებით და ვმუშაობთ ქვეცნობიერის დონეზე. აი წარმოვიდგინოთ ფსიქიკა, რომელიც შეგვიძლია ეს ორ დიდ ნაწილად დავყოთ. ეს არის ცნობიერი ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვაცნობიერებთ და ვიაზრებთ იმას თუ რა ხდება, რაზე ვსაუბრობთ და ასე შემდეგ, და ქვე ან არაცნობიერი, რომელიც არის ალოგიკური, მაგრამ რომელშიც არის შენახული ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილების 100%, ისიც კი რაც არ გახსოვთ, და ასევე მანდ არის ადამიანის ყველა რესურსი. აქტიურია ეს რესურსი თუ არა, ყველაფერი არის ადამიანის ქვეცნობიერში. აქედან გამომდინარე, ფსიქოთერაპიის დახმარებით ჩვენ ქვეცნობიერს უკავშირდებით და ქვეცნობიერიდან ვიღებთ ინფორმაციას იმ მიზეზების შესახებ, რომლებიც იწვევენ შფოთვას. ამავდროულად ვაძლევთ ადამიანებს დავალებებს, რომლებიც ეხმარებათ იმ სტრესულ გარემოში გახდნენ უფრო სტრესმედეგები და გაუძლონ, მოინელონ ის სტრესი, რომელიც არის მათ ცხოვრებაში, აირიდონ და მოიშორონ ის სტრესორები, რომელიც შესაძლებელია რომ მოიშორო და აღარ იცხოვრო იმ სტრესულ გარემოში, ან აღარ იყო იმ სტრესულ სიტუაციაში, რომელიც საბოლოო ჯამში შფოთვითი აშლილობით ვლინდება შენს ცხოვრებაში, და ამასთან ერთად ვაძლიერებთ ადამიანის შინაგან რესურსებს და ის ხდება ბევრად უფრო ძლიერი და შინაგანად მყარი და მომავალში მსგავს სიტუაციებში შეუძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდეს იმ სიტუაციებს, რომლებიც მანამდე იწვევდნენ შფოთვით აშლილობას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც არ უნდა გამომრჩეს, ეს არის შემოდგომის და გაზაფხულის პერიოდი, რომელიც ავტომატურად უკვე სტრესულია ადამიანისთვის, იცვლება დღეღამური ციკლი, იცვლება მზის რაოდენობა ადამიანის ყოველდღიურობაში და ამ დროს მწვავდება ყველა დაავადება, მათ შორის ნევროტული სპექტრის აშლილობები და შეიძლება ადამიანის სტრესმედეგობა გახდეს უფრო დაბალი და ასეთ სიტუაციებში ძალიან კარგია თუ ადამიანი მიმართავს თუნდაც საკუთარ ექიმს ან იმ მეთოდებს, რომელიც ეხმარება ხოლმე და არ მიიყვანს აშლილობამდე მდგომარეობას და ვთქვათ პრევენციის გზით დაიცავს საკუთარ თავს და არ ჩამოუყალიბდება შფოთვითი აშლილობა. თუ კითხვები გაქვთ, მე ბოლოს აუცილებლად გადავხედავ და თქვენს კითხვებს პასუხს გავცემ, ასე რომ შეგიძლიათ კითხვებიც დაწეროთ კომენტარებში. და რაც მთავარია ბოლოს, პატარა სიურპრიზი გელოდებათ, თუ კი თქვენთვის საინტერესო იქნება, მიიღებთ პატარა საჩუქარს ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის სტიმულისგან და არტ-თერაპიული ლაბორატორიისგან. შესაბამისად, დაელოდეთ, ძალიან მალე დავასრულებთ და ბოლოში გაიგებთ, რა სიურპრიზზე მაქვს საუბარი. კარგი. შესაბამისად, ფსიქოთერაპია არის ის მთავარი თერაპია, რომელიც ეხმარება ადამიანს მიზეზების გადამუშავებაში. რადგანაც უკვე აღვნიშნე, რომ ქვეცნობიერი ალოგიკურია, ჩვენი საუბარი ან უბრალოდ საკუთარ თავთან საუბარი და იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის, მე კარგად ვარ, საკმარისი არ არის. ეს საუბარი დროებით ეხმარება ადამიანს და აბრუნებს რეალობაში და ამცირებს შფოთვას, თუმცა ის, რაც იწვევს ამ შფოთვას, ცოტა უფრო ღრმა შრეებში არის და საჭიროებს სპეციალურ მიდგომას და ეს არის ის ინსტრუმენტები, რომლებსაც ფსიქოთერაპევტები ფლობენ. ერთხელ კონსულტაციამდე პაციენტის მშობელმა მკითხა, ანუ უბრალოდ ესაუბრებით და საუბრით შველი, თო?
და ამაზე უპასუხე რომ იცით თქვენ ალბათ ძალიან ბევრჯერ ესაუბრეთ თქვენ შვილს და თქვენმა საუბარმა არ უშველათ და რატომ გგონიათ რომ მე რომ ვესაუბრო უბრალოდ საუბარმა უშველოს საუბარი არ არის ფსიქოთერაპია ეს არის ინსტრუმენტების გარკვეული ნაკრები რომელიც ეხმარება თერაპევტს და ადამიანს რომელიც თერაპიაშია ჩავიდეს ქვეცნობიერის იმ შრეებში სადაც არის მიზეზი მისი შფოთვითი მდგომარეობის და ამ მიზეზების გადახედვა ხდება. მაშინ, როდესაც თქვენი შფოთვითი აშლილობის მიზეზი ყალიბდებოდა, თქვენი ფსიქიკა იყო მხოლოდ ამისთვის მზად. ეს შეეძლო. იმიტომ რომ იყო პატარა, არ ქონდა კრიტიკულად შეფასების უნარი, არ ქონდა საკმარისი რესურსი. დღეს ბევრად უფრო ძლიერი, ბევრად უფრო კრიტიკულად მოაზროვნე და ბევრად უფრო რესურსული ხართ. აქედან გამომდინარე, ფსიქოთერაპიის პროცესში ეს ყველაფერი შეიძლება რომ დაინახოთ, გადახედოთ, გადააფასოთ და შესაბამისად შეცვალოთ. ჩვენ ვიყენებთ როგორც არტ-თერაპიულ მეთოდებს, ასევე ნეიროლინგვისტური პროგრამირების პირადი ისტორიის შეცვლის მეთოდებს, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის მიდგომას, რადგან სხეულს ახსოვს ყველაფერი ის, რაც იყო თქვენი ჩასახვიდან დღემდე და სხეულის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ძალიან ღრმა ფენებიდან ამოვიღოთ ინფორმაცია. ასევე ჩვენ გვაქვს EMDR თერაპია, რომელიც ეხმარება ადამიანს მოარღვიოს ოდესღაც ჩაბეჭდილი, ოდესღაც გადაყლაპული და მოუნელებელი შინაარსები მარტივად და სწრაფად, რაც ავტომატურად შფოთვის აუცილებლობას აქრობს. და აქედან გამომდინარე თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის კომფორტული, თქვენთვის უფრო სასიამოვნო ინსტრუმენტები ფსიქოთერაპიის პროცესში და მიიღოთ ისეთი დახმარება, რომელიც თქვენთვის იქნება კომფორტული. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ფსიქოთერაპიის გარდა თვითდახმარების მეთოდები არსებობს და რამდენიმე თვითდახმარების მეთოდზე მინდა გესაუბროთ, რადგან თვითდახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ყოველთვის ფსიქოთერაპევტთან ხაზზე ვერ იქნებით და შფოთვა არის ის, რაც აბსოლუტურად მოულოდნელ სიტუაციებში და პირიქით ძალიან უხერხულ სიტუაციებში ვლინდება, მაშინ როდესაც მარტო არ ხართ, მაშინ როდესაც რაღაც ისეთ სიტუაციაში ხართ, საიდანაც ვერ გამოხვალთ ძალიან სწრაფად და უცებ თქვენ გეწყებათ გულისცემის მომატება, ოფლიანობა, სუნთქვა გიჭირთ და თქვენ გჭირდებათ რაღაცა, რაც დაგეხმარებათ ძალიან სწრაფად, რომ დამშვიდდეთ და დაწყნარდეთ და დავიწყოთ ამით. ნახეთ, ეს არის ის ფიზიოლოგიური რიტმები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. სუნთქვა, გულისცემა, ტვინის რხევების სიხშირე, ძილის და სიფხიზლის რიტმები და ჰორმონალური ციკლები. ეს ყველაფერი არის ის, რაც ქმნის ჩვენს ფიზიოლოგიურ წონასწორობას. მაშინ, როდესაც შფოთვითი აშლილობა აქვს ადამიანს და შფოთვას გრძნობს, მისი ბიოლოგიური რიტმები ირევა და ამას ის სიმპტომები ადასტურებს, რომელიც უკვე ჩამოვთვალეთ და თუ გვიან შემოგვიერთით, შეგიძლიათ მერე ჩანაწერში ნახოთ, რა სიმპტომებია ეს. მაგრამ ნახეთ, ჩვენ ვერ ვმართავთ იმ ბიოლოგიურ რიტმებს, რომელიც მაგალითად არის გულისცემა. შეგიძლიათ გულისცემა შეანელოთ ან ააჩქაროთ? ალბათ არა. თქვენ ვერ მართავთ ტვინის რხევათა სიჩქარეს, თქვენ ვერ მართავთ ჰორმონალურ რიტმებს და თქვენ თუ კი ძილი არეული გაქვთ, ძალიან გაგიჭირდებათ ძილის მართვა. ერთადერთი ის, რისი მართვაც მეტნაკლებად შეგვიძლია, ეს არის ჩვენი სუნთქვა მეტნაკლებად, იმიტომ ვამბობ, რომ სუნთქვას ავტომატიზმი მართავს და იმ შემთხვევაში თუ გძინავთ, ან გული წაგივიდათ, ან რაღაცა სხვა მოხდა, თუ კი ზურგის ტვინი ჩართულია და მოგრძო ტვინი ჩართულია, თქვენ აგრძელებთ სუნთქვას, რადგან ეს არ იმართება თქვენი ცენტრალური ნერვული სისტემიდან. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მართოთ სუნთქვის სიღრმე და სიხშირე და ზუსტად ამაზე არის დაყრდნობილი პირველი თვითდახმარების ინსტრუმენტი. ეს არის სუნთქვითი სავარჯიშოები, რომელიც უხვად არის ინტერნეტში, თუმცა
მე მინდა გითხრათ, რომ ეს სავარჯიშოები არის იოგადან აღებული და ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ მივაღწიოთ იმასთან ერთად, რომ თქვა ფიზიოლოგიური რიტმის შენელება მოხდება, მივაღწიოთ რას? დიაფრაგმის მოდუნებას, რადგან შფოთვის დროს დიაფრაგმა არის ძალიან დაძაბული. და ყველაზე ისეთი მარტივი სავარჯიშო ეს არის სუნთქვის კვადრატს უწოდებენ 4 თვლაზე სუნთქვა. ანუ 4 თვლაზე უნდა ჩაისუნთქოთ, მერე 4 თვლაზე გააკეთოთ პაუზა, 4 თვლაზე ამოისუნთქოთ და კვლავ 4 თვლაზე პაუზა, რომლის შემდეგ კვლავ 4 თვლაზე ხდება ჩასუნთქვა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოხდეს თანაბარი ინტერვალების დაცვა და თუ თქვენ მაგალითად წეველი ხართ, ან ამ მომენტში ვერ ახერხებთ 4 თვლაზე ჩასუნთქვას, თქვენთვის ბევრია, შეგიძლიათ 3 თვლა გამოიყენოთ ამისთვის და მერე გაზარდოთ. თუ 4 თქვენთვის ძალიან ცოტაა, გაზარდეთ და გახადეთ 5. თავარი არის რომ ეს იყოს თანაბარი ინტერვალებით სუნთქვა. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის უსაყვარლესი სავარჯიშო, ეს არის ეგრეთ წოდებული საშვილოსნოს შეხება, რომელიც სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიიდან მოდის. როდესაც ჩვენ საშვილოსნოში ვიყავით და საშვილოსნოს რბილი კედლები ყველა მხრიდან გვეხუტებოდა, ჩვენ გრძნობდით თავს დაცულად და მშვიდად. ზუსტად ამით აიხსნება ის, რომ ჩახუტება ან პლედში გახვევა ერთგვარი სიმყუდროვის ან სიმშვიდის განცდას გვაძლევს. მაშინ, როდესაც ვშფოთავთ, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია იმისთვის, რომ დამშვიდდეთ და ავიღოთ ხელის გულები და დავიწყოთ ესე ძალიან რბილად, მაგრამ ამავდროულად ძალიან მჭიდროდ ხელებით ჩვენი საზღვრების გამოკვლევა და იმ შეგრძნებების დაბრუნება სხეულში, რომელიც გქონდა მაშინ, როდესაც ჩვენ საშვილოსნოში ვიყავით. რა თქმა უნდა, ეს სავარჯიშო არ იმუშავებს იმასთან, ვისაც გქონდა მაგალითად ტრავმული მუცლად ყოფნის პერიოდი ან დედას ჰქონდა ძალიან ძლიერი ტონუსი. ამ შემთხვევაში ჩვენ სხვა ინსტრუმენტებს ვიყენებთ. სხვა შემთხვევებში აი ესეთი შეხება თანდათან გვაძლევს სიმშვიდის და სიმყარის განცდას და კიდევ ერთი ინსტრუმენტი, დღეს ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ დამშვიდდეთ, ეს არის ესეთი დამიწების სავარჯიშო დავარქვათ, ხო, ან დამიწების ჯგუფიდან არის და ამ სავარჯიშოს ქვია ჩემი ფესვები. მნიშვნელოვანია, რომ ტერფები იდოს ძალიან სწორად და თუ გაცვიათ ქუსლები ან რაღაც ისეთი ფეხსაცმელი, ჯობია რომ გაიხადოთ და პირდაპირ უშუალოდ იატაკზე დადგეთ, ან თუ ეზოში გახვალთ და მიწაზე შეგიძლიათ დადგეთ, კიდევ უკეთესი, რა თქმა უნდა, ზამთარში სასიამოვნო არ იქნება ეს ამბავი, მაგრამ თბილ პერიოდში ძალიან სასიამოვნოა და იწყებთ ღრმა სუნთქვას და ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად წარმოიდგენთ, რომ თქვენი ენერგია ჩადის ტერფებში და ტერფებიდან ქვემოთ მიწაში ფესვების სახით. ანუ თქვენ ზრდით ესეთ ენერგეტიკულ ფესვებს, რომლებიც გაძლევენ სიმყარის მიწასთან მოჭიდების განცდას. და ამას აკეთებთ მანამ, სანამ გსიამოვნებთ, ეს შეიძლება იყოს თქვათ რამდენიმე ჩასუნთქვა, ან ცოტა უფრო დიდხნიანი პერიოდი, როდესაც თქვენ საკუთარ შინაგან სამყაროს უღრმავდებით და შინაგან სიმყარეზე მუშაობთ. აი ესეთი სამი ინსტრუმენტი შფოთვის შემთხვევაში, რომელიც დაგეხმარებათ და ახლა მოვიდა საჩუქრის დრო. მე დავიწყე მომზადება და დღეს დავასრულებ ერთგვარი ესეთი ბროშურის, რომელიც არის ბროშურა ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ შფოთვა, სადაც ისეთი პრაქტიკული ინფორმაცია არის
მობილიზებული. მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც დღეს მოგაწოდეთ. თუ თქვენ დაწერთ მინდა ბროშურა კომენტარებში, ამ ბროშურას როგორც კი დავასრულებთ, გამოგიგზავნით საჩუქრად და შეძლებთ გადახედოთ, შეძლებთ რომ კვლავ და კვლავ დაუბრუნდეთ იმ სავარჯიშოებს, რომელიც იქ წერია და სხვა სავარჯიშოებია იქ მოცემული, არა ის, რომელზეც დღეს ვისაუბრე და იმუშაოთ საკუთარ თავზე იმისთვის, რომ იგრძნოთ თავი უფრო მშვიდად ამ ცვალებად სამყაროში. მე კი სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ და გემშვიდობებით. გადავხედავ კომენტარებს, თუ კი კითხვები არ გაქვთ, მაშინ მე დავასრულებ ჩემს პირდაპირ ეთერს და აქვე გეტყვით, რომ ჩვენ გვერდზე დევს 5 ვარიანტი იმისა, თუ რა უნდა დავარქვათ მსგავსი ტიპის, მსგავსი ფორმატის შეხვედრებს, რომელიც უკვე ყოველკვირეული გახდება და გთხოვთ გადახვიდეთ, გადახედოთ და თქვენი აზრით, რომელი სათაური იქნება უფრო მოსაწონი, დაგვიწეროთ კომენტარებში, ძალიან მადლიერები დაგრჩებით. აი რაღაც კომენტარი შემოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ არ მიჩვენებს კომენტარს. აი, ხედავ. მინდა ბროშურა. კეთილი. ბროშურას მიიღებთ, როგორც კი იქნება მზად, მე კი გემშვიდობებით და მადლობა ყველას, ვინც იყო ამ ეთერის განმავლობაში ჩემთან ერთად. მადლობა ყველას, ვინც შემდგომ ჩანაწერში ნახავს და ველოდები თქვენს რეკომენდაციებს სათაურთან დაკავშირებით.